Max Vaidis ისტორიაში 4 კაცა გრან-პრი და დღევანდელი დღის ერთ-ერთი მთავარი ორთაბრძოლა. Sanabzoltsmenets გამოვაცხადებდე რეფერი ოქტაგონზე არჩუ ჯეირანაშვილი, გვერდით იმსაჯები, ირაკლი ჯეირანაშვილი, ლერი ავალიშვილი და ჯოვანი ჩხაპელია. Ნაშასე, მიესალმეთ, ურჯი კუთხე, ელვინ კაზიმოვი. Şah-ı şehidane tərəf Yolumu gözləmənim Kərbəla Gəlirəm şah-ı şehidane tərəf Hamını eşqi divadar eləyəm Gələ 72 qurbanə tərəf Gələ 72 qurbanə tərəf Bu həmin çöldü Hüseynə vurulub miyarə Bu həmin çöldü Əli Əkbər olub sətmarə Bu həmin çöldü ki Zeynəb dolanıb avvarə Çəkərək Qazimovi მოემართება, რომელიც საქართველოს წარმოადგენს Afxan Fight Club-იდან. Bu həmən çöldü ki düşmənlər საკმაოდ გამოწილი ბრძოლი არის Qazimovi. დიდი ხანია რაც კიკბოქსინგში არის, რამდენიმე რაუნდი მის გარეგია კიდევაც Qazimov-თან და მოდა აღნიშნო რომ ძალიან სწრაფი და ტექნიკური ბიჭი არის. Yolumu gözləmənim Kərbəla Gəlirəm şah-ı şehidane tərəf Aslan şöyle İsa'yı öz buzol არის 62 კილოგრამი, 62 და 500. Qazimovi საკმაოდ მაღალია თავისი წოითი კატეგორიისთვის, თუმცა ნიკა პაპავა მისი მეტოქე მასზე 5 სანტიმეტრით მაღალი იქნება, რაც ამ წოითი კატეგორიისთვის საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა. ნაშასე, ქალბატონებო და ბატონებო, ადამიანი, რომელიც ახლა წარსდგება თქვენს წინაშე, გახლავთ ნიკა პაპავა! ნიკა პაპავა მოიმართება ახლა ოქტაგონისკენ. ნიკა გრან-პრის პირველი ორთაბრძოლა არის ეს და ამ ბრძოლაში გამარჯვებული ლუკა ბაცგარაძეს და ელბორ კილაბეკოს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ნაშასე, ლუჩკუთხეში, სიმაღლე 175 სანტიმეტრი, წონა 62 კილოგრამი, ქვეყანა საქართველო, ელვინ კაზიმოვი. წითელ კუთხეში, სიმაღლე 180 სანტიმეტრი, წონა 62 კილოგრამი, ჩატარებული აქვს 5 ბრძოლა და 5-ვე გამარჯვება. ქვეყანა საქართველო, გუნდი კენო ადამია, მიესალმეთ ქალბატონებო და ბატონებო, ნიკა პაპავა!
ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს. აბავა არის ადგილობრივი სპორტსმენი, ზუგდიდში ვარჯიშობს ის. და მოგეხსენებათ ეს ივენთი ზუგდიდში სტილი და კარგი მებრძოლია და ნახოთ რა შემოგთავაზებს. ძალიან კარგი ბრძოლა იქნება. ვფიქრობ ფავორიტია. საელვინ კაზიმოვი ძალიან გამოსილი, ძალიან მაგარი ბიჭი არის და ნახოთ როგორ წარიმართება ეს ბრძოლა. კიკები ვფიქრობ უფრო მოსინჯეს ერთმანეთი, რაღაც სტრატეგიული ბრძოლა დაიწყო. აშკარა უპირატესობა აქვს პაპავას წვდომში. მე წვდომში, აი ჩემის დროს კარგად გამოჩნდა ეს. ეხი იტკინა კაზიმოვმა და ნოკდაუნს უტყვის თავარი მსარი. მართლაც შეხვეული რო აქვს მარჯვენა ტერფი. ხო, ალბათ ტრავმა ისედაც ჰქონდა და მოარტყა წევში. კოჭლობას არის. კი, კოჭლობს მარჯვენა ფეხს ვერ გავს კაზიმოვი. არ მივიღებთ იმ ბრძოლას, რასაც ველოდით სავარაუდოდ. აბავა ჯეპინ 1-2 მარჯვენა ძალიან კარგად ზომავს პაპავა და გულში ძიმე დარტყმა. ძალიან ძიმე დარტყმა. ნოკაუტი იქნება აუცილებლად. პაპავას აბანდონეზე ჩაატარა პაპავამ ეს ბრძოლა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გვაქვს გრან-პრი ორი ბრძოლა უწევს სპორტსმენებს და მინიმალური ზიანით დაასრულა პირველი ბრძოლა, რაც დიდი შეღავათი არის საფინალო ბრძოლის წინ. ფაქტურად გახურდა არანაირი ზიანი ზედმეტი დაღლა მას არ ქონია ზუგდიდი არის ის ხმარის ზუგდიდი მაჟორულ ნოტაზე დაასრულა ეს ბრძოლა. დიდი უპირატესობა მარტივად და ზიანის გარეშე თავს მიცემ უფლებას და თქვენ ჩვენს ტელემაყურებელს ვინც ახლა შემოგვიერთით მაქს ვაიტის პირდაპირეთში გეტყვით რომ 20 კაცსა გრან-პრის პირველი ფინალისტი გახლავთ ნიკა პაპავა ზუგდიდი ნიკა პაპავა ქალბატონებო და ბატონებო, ნიკა პაპავა იბრძოლებს დღესვე ფინალურ ბრძოლას. ლუკა ბაზგა ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა ნიკა არის ის ნიკა პაპავა